პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2 საათის განმავლობაში ისმენდა გიორგი ზერეკიძის მძიმე ისტორიას. ზერეკიძემ დეტალურად გაიხსენა, რა ვითარებაში დააკავეს, როცა ის 14 წლის იყო და რა პირობებში უწევდა ციხეში ყოფნა. კომისიამ მოусმინა ჯემალ ციკლაურსაც, რომელმაც ქონების იძულებით დათმობის ფაქტზე და ბიზნესის რეკეტზე ისაუბრა. 2006 წლის 6 იანვარს, როდესაც ვიყავი 14 წლის, მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით მომევიდა შელაპარაკება დისტრიბუტორთან. რა დროსაც ვიჩხუბეთ და შეხლა შემოხლის დროს ბრელოქზე ჩამოკიდებული ვიქტორინოქსის დანით და დღეს ვამბობ და მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო კარგი საქციელი და მე ამას არ ვამაყობ. ამ ვისთანაც მომივიდა იმ ბიჭს 2 სანტიმეტრი ნახევარი გამავალი ჭრილობა ჰქონდა ბეჭის არეში, სადაც მოვიდა სასწრაფო და არც საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. და როდესაც მოვიდა მამაჩემი სამსახურიდან და გაიგო ეს ამბავი, მე ჩემი ფეხით გამოცხადდით პოლიციაში, სევასტოპოლის განყოფილებაში და იქ მოვყევით ჩემად ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმაც თქვა რა იყო ჩვენ შორის, მეს მოვყევი რა იყო, დამაწერინეს ხელწერილი, რომ მსგავსი ფაქტი მეორეჯერ აღარ განმეორდებოდა და უკვე ვტოვებდი განყოფილებას. რა დროსაც მოვიდა განყოფილებაში ვინმე ზაზა გოცილიძე, ესეთი პიროვნება, როგორღაც ოქრუაშვილის ყურამდე მივიდა, ირაკლი ოქრუაშვილის ყურამდე მივიდა ეს ამბავი და იქიდან გამოაგზავნეს ვინმე ზაზა გოცილიძე, რომელიც შემდეგ სასამართლოზეც გამოვიძახეთ და დავკითხეთ ჩვენ საქალაქო სასამართლოში. და ჩვენებას უკვე ჩემი ხელწერილიც დაიხა იქ და ჩვენებას აწერინებს უკვე არა ლევან ბოჭორიშვილი, ვინც იყო უშუალოდ მონაწილე. ეს ახალმოსული კაცი საერთოდ არ შესწრებია იმ ამბავს და არც იცოდა რა მოხდა და მუხლებს მიყენებენ ყაჩაღობას 179 მუხლი იყო, განძრახ მკვლელობის მცდელობას 19-109, 10-დან 20-მდე და სამუდამოსაც ითვალისწინებდა და ხულიგნობას. და ამ სამი ბრალდებით გამიშვეს ციხეში 14 წლის ასაკში. ციხეში მომიწია 6 წელი 11 თვე და 1 კვირის გატარება. გაცილებით ცუდია იმის ფაქტი, რომ მე დღეს მამა აღარ მყავს და ყველაზე ძალიან რაც მაწუხებს ამ ამბიდან 57 წლის კაცი, რომელიც ჯანღონი ცავსე იყო, ციხის ტუალეტში გაგუდეს, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი ქალბატონ თეა და კომისიის წევრებმა. შემიკრიბეს 24 წელი გამომიტანეს, მაგრამ ვინაიდანო გიორგი ვარისო 14 წლისო და 10 წელზე მეც ვერ მივცემ თუ 10 წელიო. არც მარეკინებდნენ სახში, ვეღარც ვნახულობდი ჩემშობლებს, მაქვს 10 წელი მოსჯილი და ვარ 15 წლის ქალბატონ თეა. აი რა უნდა მექნა ციხეში ავდექი და გადავიჭერი ხელებზე და მუცელზე მივიყენე თვითდაზიანება და მარტო ერთ გაკერვაზე, როდესაც გადავიჭერი, 36 ნაკელი დამადეს მუცელზე და ხელებზე. 36 და 3 საათის განმავლობაში, მედიკო ალანია მაშინ იყო ქალების და ბავშვების ციხის უფროსი, დღესაც კარგად არის და ღმერთმა კარგად ამყოფოს. მომსწრე არის 3 საათის განმავლობაში როგორ არ მკერავდნენ. ახალაიას მოადგილე მუთხრა მედიკოს, რომ ანახეო კვირაში ერთხელ და დაჟეო შეყვარებულის თუ ყავსო ერთხელ და შეყვარებული არ მინახავს და რამე შეყვარებულნებოდა. სააპელაციოს რო დამემთავდა, მერე გადამიყვანეს უკვე ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ეგრეთ წოდებული მორიგეობა იყო ძილზე, იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, რომ ვერ ვეტეოდით იმ ხელა ზონაში, ბავშვები ვერ ვეტეოდით. 2007 წლის 12 აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი, მაგდროს ახალაიაც იყო შემოსული, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძეც იყო შემოსული და ამ ახალაიამ კითხა თანამშრომლს, რომ დაგარტყაო ერთ პატიმარზე. და არა არ დაურტყიაო და როგორ არ დაგარტყაო და თვითონ შემოსასვლელ კარებში თანამშრომლების თვალწინ დაარტყა ლაშა ტალახაძეს ახალაიამ და მერე სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი. სტადიონზე შეგვიყვანეს და 13 აგვისტო არის ზაფხული და შემოდის უცებ დიდი კარები იღება და მანქანები შემოდიან, სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის კრიჩში და ოღონდ სანამ გადაგვიყვანენ ეს რკინის მანქანები ხო არის, ციხის მანქანა ხო არის რკინის და ეს სახურავი ხო გახურებული იყო და 6 მანქანა იყო ეზოში. რო შევედი შიგნით, აი ესე იყო ოფლი და ბავშვებს ფეხები ედგათ. მამაჩემის ერთ-ერთი მეგობარი დაინიშნა თანამდებობაზე და უთხრა, რომ აი ესეთი პირობა არის გიორგის როგორც კი საჩივარს როგორც გამოიტანთ, გამოუშვებთ. სტრასბურგიდან დაბრუნებულებს დედაჩემს და მამაჩემს, როცა გამოიარეს 2 აეროპორტი
დედაჩემის ხელჩანთაში ნახულობენ ძალიან ბევრ ნარკოტიკებს. რაზეც მამაჩემი თავის თავზე იღებს ამ მოგონილ ბრალდებას და უსჯიან ორ სამუდამო პატიმრობას. მამას ვინ უთხრა, რომ თუ გამოიტანთო საჩი ვარსო, გამოუშვებთ. ხათუნა კალმახელიძის მოადგილე იყო. ვინ იყო ხარ? პაატა სულაბერიძე. დედა შემოვიდა, მითხრა, რომ დაჭერილმა მამამ თხოვა, რომ გამოცდებზე გავსულიყავი მაინც და ჩამებარებინა. იმის მაგივრად, რომ გარეთ გამოვეში სტუდენტი პატიმარი, გადამიყვანეს ქსნის დაწესებულებაში და ყველაზე მაგრად მაშინ მცემეს 2010 წლის 14 დეკემბერი, როცა გამოვედი. მამაჩემი გდანის ციხეში იყო და ზუსტად თვე და 10 დღეში აი ისეთი პროვოკაცია მომიწყეს და ჯერ პროვოკაციას არ ვიცი რა და პროვოკაციას არ ქვია მაგას, ჩემი მეზობელი სადარბაზოში, მეორე სადარბაზოში მეცხოვრობ, პირველ სადარბაზოში ეგ ცხოვრობს. აი ამ კაცთან მომივიდა შელაპარაკება, რაღაცა ქაოსობდა, რაღაცებს იგინებოდა და აი ფანჯრიდან დაწყნარდი ღამის-3 საათია მეზობლები, რა დღეში ხარ და იქიდან რაღაც პასუხი და აი მარტო ეს იყო. აი ამ დღით ინციდენტის მერე გადის 20 დღე და მიჭერენ. ეს იყო ნათქვამი უთხრეს, რომ ესე გააკეთე, ესეთ ჩვენებას დაწერთ და ხულიგნობის ბრალდები თითქოს იარაღი ჩავარტყის. საერთოდ აი და მეორეჯერ უკვე მისჯიან 8 წელს. ყავლაშვილი მყავდა კახა ადვოკატი. და ამ კახა მითხრა, რომ ადეიშვილთან ვიყავიო შესულიო და შავსიაში ხარო პირდაპირ მითხრა. ვერ აღვწერ გდანის ციხეს, მართლა ვერ აღვწერ აი იმ გაუსაძლის პირობებს და იმ დონემდე ვიყავი მისული. ხანახან რომ ახსენდება ზარავს ხომ ეს ფაქტი რომ როგორ გადავყლაპე 2 ცალი ლურსმანი. ანუ აი რამ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ესე სათითაოდ 2 ცალი და წყალი მივაყოლე ლურსმნები გადავყლაპე. ეხლა გადაგიყვანოთ რეზვაინცაზეო და იქ არა მოგაშთეს რა გიქნათ, თუ წამოდი მეთქი წავიდეთ კარანტინში ხალხი მიყურებდა როგორ დავშალე ეს წოდებული ტუალეტის ბაჩოკი და იმაზე მიმაგრებული ლურსმნები როგორ გადავყლაპე. როდესაც ამიყვანეს კარანტინიდან ერთ-ერთ საკანში შემიყვანეს და მეორე დღეს თენდება და გუშინო ვინ შემოიყვანეს ახალიო კარები იღება მე მეთქი და გამოდიო და გადმოვყავარ ეკორპუსზე პირველ სართულზე 4-კაციან საკანში ხვდება 2 ბიჭი რო შევდივარ და ერთ-ერთი გადმოყვანილი ყავდათ ციხის ავადმყოფოდან ტუბერკულიოზიანი პატიმარი რომელსაც ეგრეთ წოდებული კავერნა ქონდა გახსნილი და იყო გადამდები. ეგრეთ წოდებული კარმოშკა იხსნება და ლურსმები რომელმა გადაყლაპეთ მოდი აქო და ვიღაც ხალი ექიმი მივედი ხელი გამოყავიო, ხელი გამოყოფინა კარმოშკიდან და ნემსი გამიკეთა კუნჩი და აი ეგ იყო ჩემი ექიმთან მკურნალობა. ზუსტად 16 აგვისტოს მამაჩემი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ნახულობენ გარდაცვალს. მოდის გაგა მკურნალიძე ჩემთან ღამე გადავყავარ რეზვანიცაზე იქ შემხვდა გაგიყვანთო იმ გასვენებაშიო და აი ესე ბოლოს მამა ვნახე როცა ჩავაწვინეთ და დავმარხეთ და ის დღეს ციხეში ცოლი მოყავთ ვიღაცეებს და მე გასვენებაში დავდიოდი. რატო გერჩოდნენ თქვენ? რატო აი კითხვა არსებობს თქვენი ოჯახი სამიზნე? გეტყვით. ეგ კითხვა არსებობს, ბევრს აქვს ეს კითხვა, მეც მიფიქრია ამაზე და ერთი პასუხი არის ის, რომ იწყებოდა ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არის 2006 წელი და ყველა სფეროში, როგორც შემდეგ გამოჩნდა ნაციონალურ მოძრაობამ, სამაგალითოდ ყველა დასაჯა. და ჩემი ამბავიც მე არ ვიქნებოდი და იქნებოდა სხვა ვინმე. ჩემი ამბავიც უნდათ სამაგალითოდ და სკოლებში ეუბნებოდნენ ბავშვებს შენ გამოხვალ ზერეკიწეო. ნეტავ ვივამეთში მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს აი ამ თქვენს მონოლოგს თუ უსმენს, რა საინტერესოა? დედმამა არის წასული სტრასბურგში. თავისი შვილის პატიმრობის საკითხის გასარკვევად და სიმართლის საძიებლად. იქიდან მოდიან გამოიარეს 2 აეროპორტი და აეროპორტის აქეთ მაინც დაეკავებინათ სადღაც 5-6 კილომეტრი რო შუაში მისცავენ მე რო ეთქვათ. ეს აეროპორტ გამორულ ხალხს იჭერენ აკავებენ აეროპორტშივე. ეს არის ის პერიოდი, როცა ნაციონალურ მოძრაობას 26 მაისიც დარბეული აქვს. უკვე მანამდე ბიძინა ივანიშვილს არ ქონდა პოლიტიკაში გაცხადებული შემოსვლა და აი გონიათ რომ 2011 წლის ზაფხული. გონიათ რომ ჩვენ ვართ და ჩვენ ვართ. აი გინების გამო ადამიანებს კლავდნენ ციხეში, გინების გამო. ეს ჩემი ამბავი გახმაურდა ესე და ჩემი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, თორემ ძალიან ბევრი ამბავი არის, შეიძლება ჩემზე უარესებიც კი
რაც გაუკეთებიათ იქ და უბრალოდ არ ვიცით ჩვენ და ვერ გავიკეთეს ამბავი. Თქვენი აზრით, მამა თქვენთან ესეთი ამაზრზენის შედეგი რატო დადგა? ანუ სიკვდილს გულისხმობ, რატო დადგა? გეტყვით. მე მგონია მიზეზი ეს, რომ აი მე გამანადგურეს ამით, მამა მომიკლეს, მაგრამ ამით მე გამანადგურეს, იმიტომ რომ მე როცა 14 წლიდან ციხეში ვიჯექი და მამაც აღარ მეყოლებოდა. რა ვიცი, თავრობა რო არ შეცვლილიყო 2012 წელს და ბატონი ბიძინა ივანიშვილი რო არ მოსულიყო. აი, არ ჩვილი არ მეყოლებოდა, ვერც უნივერსიტეტს ვერ დავამთავრებდი, ვერც ვიმუშავებდი დღეს და საერთოდ ვერ ვიცხოვრობდი. იქნებოდით ცოცხალი იმ შემთხვევაში. სააკაშვილი სიტყვები, როცა თან ხვდება მის თანატოლებს ერთ-ერთ სკოლაში მივიდა, ესეც ამ ანტიპიარის შემადგენელი ნაწილი იყო, განათლების მინისტრი გვერდითუზის ლომაია, გაბანდიტებული მეათე კლასელი ვინმე ზერეკიძე, ვინც ატერორებდა თბილისის რამდენიმე ოპანს. ანუ განაჩენი არ არის დამდგარი, იგონებს რაღაც სულ ტყუილს და აი ეს იყო რეალურად პოლიტიკა და როგორ ანადგურებდა სისტემა ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვალში არ მოვიდოდო, მათ შორის არასრულწლოვანებსაც. აი 33 წლის გიორგი ზერეკიძე. რას ეტყოდით, თუნდაც 33-ის ან კიდევ უმცროს ახალგაზრდებს დღეს? ვჩევდი, რომ გარჩევა ისწავლონ ადამიანების და მეტი ანალიზი გაუკეთონ, მეტად დაფიქრდნენ, სადგანან, ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან და მე მგონი ახალგაზრდებმაც და მომავალმა თაობამაც ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენ ქვეყანას და არა რომელიმე მით უმეტეს დამნაშავე პარტიას, როგორც ხედავთ დღეს კიდე რომ რევანშისტულად არიან განწყობილები. თქვენ ყავთ შვილი ახსენეთ. ერთი 11 წლის კი. როცა მას უწევს ამ წარსულის შესახებ ინფორმაციის მიღება, თქვენ ალბათ ზრუნავთ იმისთვის, რომ ის ბოდიშვიხტი უნდა ვთქვა ეს სიტყვა გაბოროტება, რაც თქვენში იყო, თქვენ ალბათ იღებთ ზომებს იმისთვის, რომ ეს თქვენ შვილს არ შეემთხვას. იმიტომ ვარ გახარებული, რომ ამ საქმეს და ძალიან ბევრ საქმეს მიეცემა სამართლებრივი შეფასება. ეს პროცესი ზუსტად გამოიწვევს იმას, რომ ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და რაღაცა ერთ ფურცს ამ ჩვენ ტრაგედიას წარსულში დავტოვებთ და გადავშლით ახალ ფურცელს, მეც ჩემი შვილიც და მე ჩემ შვილს აი აქედანაც მინდა უთხრა და არ გავსდი ამ აგრესიაში. ამებარა მიშა ქარალმაშმა გუბერნატორმა და მითხრა რომ უნდა დათმო ობიექტი ჩააბარო სახელმწიფოს თუ არა და პრობლემები გექნება. მეძახიან სამსახურში რომ ჯემალ ვიღაცაა შემოსული და აწიოქებს ბაზარს. ნუ გამოვიდი შევხედე და მიშა ქარელი გუბერნატორი, გარშემო ყავს პროკურორი, გარშემო ყავს ტელევიზია, ყველა ის მათ ემორჩილებოდნენ მაშინ და მოხუცესთან მივიდა ვიღაც ალუდა ჯოხაძე, რომელმაც თვითონ 10 კილო ხორცი იყიდა ბაზარში. და 300 გრამი მოატყუა გამყიდველმა. ამის საფუძველზე ამ ალუდა ჯოხაძემ მასკნა რა ქვია დაწერა საჩივარი რომ ახლა მე მომატყუეს 300 გრამ ხორცი, შეიძლება ჯემალ ციკლაურის ფინანსური დარღვევები ქონდეს. ამის საფუძველზე შემოვიდნენ საგადასო სამსახური და შეამოწმეს და დამიდგინეს სახელმწიფოს დაუმალი, ვითომ 300,000 ლარამდე იყო მაშინ ეს გადასახადი დამაკავეს დამიჭირეს ორი სასამართლო სამთვიანი პატრონობა მომისაჯამ. ამის შემდეგ ციხეში ყოფნის დროს რა თქმა უნდა იქ დიდი ზეწოლები იქ ადგილობრივი შავი სამყაროს მიმართ ზოგი ფულს ითხოვდა, ზოგი კამათლებს მოგაყრიდა წააგებული. შემოდიოდა დღეში პროკურორი მიშა ქარელი ჩამოდიოდა, მოაწერა ხელი ემასქენე ჩამოდიოდა პროკურორის სამომავლო, მაგრამ ყველაზე დიდი პიკი იყო ის, რომ კი ხელი მოაწერე სახელმწიფოს აჩუქე. ვერაფრით ვერ დამიყოლი ეს და არ ვთანხმდებოდი. მაგრამ ერთ-ერთ დღეს ღამე უკვე 11 საათი იყო, 20 საათი ღამე. ბადრაგი შემოვიდა და დაბადებული ხარ გემ პროკურორიაში მეუბნება. ნუ გამოდივარ ბაღათური კაპიტრებული დავხდა. დანაშაული იყო ღამე უკვე გაყვანა პატერნის და გადამიყვანეს გემ პროკურორიაში მეშვილი იზოლატორისაც აიღო და მანამდე ფსიქოლოგიური ზეწოლა რო გვახსენეთ ეგან იქ მიყვებოდნენ რომ ისი მეშვილი იზოლატორში დენსაბავენ ზღვიზე დაბლა ადგილებში რომ გამოტეხონ ეს უკვე ზარით აკეთებდნენ ამას რომ შეფშინებული ვიყავით თუ რაღაც მოკლედ რომ გადამიყვანეს უკვე ვიფიქრე რომ მე საწამლებლად მივყავდი იწყება კიდე სხვანაირი ზეწოლის ფაქტები ის თვითონ შემოდის
პროკურორი ახალი დანიშნული, გორჩი ვინც იყო, მოყავს ნოტარიუსი, თავის მოადგილე პროკურორისა და თხოვენ მოვაწერო ხელი ხონების შუქებას. როცა ამ ხელის მოწერას თხოვდნენ, მე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ხელს მოუწერი და მაინც გამომიშვებდნენ რა. მაგრამ საბოლოო პიკი გახდა ის, რომ უკვე ჩემს მეუღლეს ახან უკვე დაემუქრდნენ, უკვე ყავდა ნაცნობობა და მომწერეს, რომ ჯემალ იქნებ გადამალო შენი მეუღლე, თორედ წამალს შეუდებენ დაიჭერენ იქ სიძეებს და უწყესდებნა შვილებს და და მე მოვაწერე ხელი. რამდენადაც მახსოვს, მოსამართლე აპირებდა თქვენს გათავისუფლებას, აი რა მოხდა. დამავიწყდა. ექსპერტი დავიქირავე, რომელმაც დაადგინა, რომ 300.000 კი არა, 37.000 იყო ამ 4 წელიწადში დარღვევა. მოსამართლემ მითხრა, ამას გადახდა წარმომიდგინე და დარბაზიდან გათავისუფლება. ველოდებით ჩანიშნულია სასამართლო, ადვოკატი მოდის ჩემთან, ველოდებით სასამართლოში ვზივარ, ადვოკატი აგვიანებს და ბოლომდე არ ჩამოვიდა ადვოკატი, როგორც გავიგე, მე ეს ადვოკატი დააშინეს და არ გამოვუშვეს იქიდან, რომ სასამართლოზე არ ჩამოსულიყო. მე შემდეგ ჩამოსულაზე უკვე ჩემ ოჯახის წევრებმა წამოიღეს ეს გადახდის კვითე, რომ გადახდილი მქონდა 37.000 და მოსამართლე დგას, აი ეს ზუსტად და კითხულობს განაჩენს. გამოკითხავდა ამ დროს პროკურორი ზის და არ უსმენს სასამართლო პროცესს, ვიღაცას ლაპარაკობს ტელეფონით. ხო და მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება და ერთი აბზაცი ხოდა დარჩენილი შემოწმდა სპეცნაზი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით. მოსამართლე ხოცებოდა რომ იქნებ დამაცებოთ ერთი აბზაცი რა დამჭი. არა, ბომბია მაშინ რა ქვია სასამართლოში და უნდა დატოვო დარბაზი. მეორე დღეს ისევ წამომიყვანეს სასამართლოზე და მოსამართლე ესე გამიგრძელა ისევ სამთვიანი პატიმრობა. სიამეცია ხრები. ხრები აიჩიჩო. რა ვქნა? აი მაჩვენე.